მარეგულირებელი აუდიტი არის SEMEC-ის მიერ იმ დანახარჯების შესწავლა ანალიზის პროცედურა, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარება შემდგომ სატარიფო გაანგარიშებაში ასახავს. ეს გულისხმობს კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების დანახარჯების შესწავლა და ანალიზის პროცედურას უშუალოდ მარეგულირებელი მიზნებისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ელექტროენერგიის მიწოდების, გადაცემის, განაწილების, ასევე ბუნებრივი გაზის წყალმომარაგების და ახლა უკვე მელიორაციის სექტორის რეგულირებული საწარმოები. მარეგულირებელი დანახარჯების აუდიტი ტარდება საწარმოების მიმართ სატარიფო რეგულირების მიზნებისათვის, ხოლო ასევე შეიძლება ჩატარდეს უბრალოდ საკითხის შესწავლა და ანალიზის ფარგლებში, რომელსაც არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის პროცედურა მოიცავს. თავის მხრივ, არაგეგმური აუდიტის პროცედურა შეიძლება განხორციელებული იქნეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საკითხის შესწავლისა და ანალიზის მიზნით, ხოლო გეგმური მარეგულირებელი აუდიტის პროცედურა კი უშუალოდ სატარიფო რეგულირების მიზნით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები და გამოყენებული წესები ერთი და იგივეა კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ ყველა სექტორისათვის. მარეგულირებელი აუდიტის პრინციპების გამოყენებით SEMEC უკვე 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და სარგებლობს სატარიფო რეგულირების ფარგლებში. მას შემდეგ, რაც დამტკიცდა ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიები. თუმცა კომისიის მიერ დაგროვილი პრაქტიკის გამოყენებით, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით, უკვე 2019 წლიდან არსებობს კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, რომლის პრინციპებისა და მიზნების მიხედვით ხდება რეგულირებას დაქვემდებარებული სექტორების საწარმოების დანახარჯების შესწავლა და ანალიზი. ამ პერიოდიდან კომისიამ განახორციელა 10-ობით დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი, როგორც გეგმური, უშუალო ტარიფის გაანგარიშების მიზნებისათვის, ასევე არაგეგმური, ინდივიდუალური კონკრეტული საკითხის შესწავლისა და ანალიზის კუთხით. მათ შორის 2024 წელს განხორციელდა 10-მდე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი, ხოლო მიმდინარე წელს კი დაგეგმილია 20-მდე ტარიფის დადგენის მიზნით შესაბამისი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პროცედურები. გამომდინარე იქიდან, რომ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელების შედეგად განისაზღვრება იმ დანახარჯების ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება შემდგომში სატარიფო გაანგარიშებაში ასახვას, მნიშვნელოვანია განსაზღვრული იქნეს იმ დანახარჯების კრიტერიუმებიც, რომლებიც ცალსახად არ დაექვემდებარება შესაბამის სატარიფო გაანგარიშებაში ასახვას და მიჩნეული იქნება არამიზანშეწონილად. სწორედ ამიტომ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი ადგენს შესაბამის კრიტერიუმებს მიზანშეწონილი და არამიზანშეწონილი დანახარჯების შესახებ, რომელიც თავშივე უკვე ცნობილია რეგულირებული საწარმოებისათვის მათი წარმოშობისთანავე შეფასების მიზნით. აღსანიშნავია, რომ დანახარჯის მარეგულირებელი აუდიტის წესით განსაზღვრული ეტაპებისა და კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული პროცედურის შედეგად განისაზღვრება იმ დანახარჯების ერთობლიობა, რომელიც შემდგომ ექვემდებარება სატარიფო გაანგარიშებაში ასახვას დანახარჯების ამსახველი სატარიფო განაკვეთის დადგენის მიზნით, რაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.